ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გახლავთ პირველ რიგში პოლიციელთა ჩვენებები, პირადი ჭხრეკის ოქმი და ასევე თარჯიმნის ჩვენება, რომელმაც მისცა სასამართლო თავის დროზე გამოკითხვის გამოძიების პერიოდში გამოკითხულია ეს პიროვნება და ასევე სასამართლოში მისცა ჩვენება. ეს გახლავთ ის და ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ეს გახლავთ ის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ედავება ანტონ ჩეჩის სახელმწიფო ბრალდება, თუმცა საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის ნეიტრალური მტკიცებულება, პირველ რიგში საუბარი არის ვიდეო ჩანაწერზე და ასევე ნეიტრალური პირის დასწრებაზე. მაშინ, როდესაც საგამოძიებო ორგანოს ობიექტურად შეეძლო, როგორც პირადი ჭხრეკის მიმდინარეობისას, ასევე პირადი ჭხრეკის დასრულების შემდგომ 50 დღის განმავლობაში მოეპოვებინა ან ვიდეო ჩანაწერი, ან თვითმხილველი რომელიმე პიროვნება, ვინც დაადასტურებდა პირადი ჭხრეკის სანდოობას, რაც არ გააკეთეს, უბრალოდ ვერ გააკეთეს გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს ვიდეო ჩანაწერი და არ არსებობს ნეიტრალური პირი, რომელიც დაადასტურებს ჩემ დაცვის ყოფის შემხებლობას რომელიმე ნარკოტიკულ ნივთიერებას. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეშიც იკვეთება პოლიტიკური ქვეტექსტები, აქედან გამომდინარე წინასწარ მოლოდინებზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა აქვე აღნიშნავ, რომ სასამართლოს აქვს სრული შესაძლებლობა, რომ მიიღოს ის ერთადერთი სწორი სამართლიანი განაჩენი, რაც გულისხმობს გამართლებელი განაჩენის გამოტანას და უდანაშაულო ადამიანის გათავისუფლებას.